საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათია ეთერში აპოსტების თავი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახლა ამბებში ნახავთ. დეზინფორმაციაზე აგებული მორიგი დოკუმენტი საქართველოს წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის პასუხი. ტრადიციული უსაფუძვლო ბრალდებები ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აისახა. რას ითხოვენ ოპოზიციის მოკავშირე ევროდეპუტატები და როგორია ხელისუფლების პასუხი. რით დასრულდება შიდა პარტიული უთანხმოება და მწვავე კრიზისი ნაციონალურ მოძრაობაში. ლიდერის მიმართ გამოთქმული შენიშვნები სააკაშვილის საპასუხო წერილი და ჟორჟელიანის თავის მართლება. თბილისი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს. გახსნის ცერემონია და ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლები. რა საკითხებს განიხილავენ ღონისძიების მონაწილეები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პროფესიული დღე 32 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და მილოცვები ქვეყნის პირველი პირებისგან. დეტალები მთავარ გამოშვებაში. უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი საქართველოს კურორტები და ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა. რა დატვირთვით მუშაობენ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროები და რას პროგნოზირებენ მომდევნო თვეებში სექტორის წარმომადგენლები. ტრადიციული ბრალდებების საქართველოს წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის პასუხი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მორიგი ანგარიშის მისაღებად ემზადება. დოკუმენტის ავტორები კვლავ ოპოზიციის მოკავშირე ევროდეპუტატები არიან და მათივე დღის წესრიგის შესაბამის გზავნილებს შეიცავს. პატიმრების უპირობო გათავისუფლება და სუვერენული პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმებისკენ მოწოდება. ტრადიციულ მოთხოვნებსა და ბრალდებებს არც ამჯერად ახლავს დასაბუთება. მორიგი ცილისწამებლური ანგარიში საქართველოზე თავდასხმად ფასდება თბილისში ქართული ოცნება მკაცრად გმობს საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლის მცდელობას, თუმცა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტავს, რომ დეზინფორმაციულ ანგარიშებს საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. ვრცლად ქეთი მამრიკიშვილის სიუჟეტში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი. არავის არ აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი, არც მისი რეზოლუციები. ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი დოკუმენტზე, რომლის მიღებასაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გეგმავს. დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში. ამ სათაურით საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა ასამბლეაში ხვალ არის დაგეგმილი. მომხსენებლები ოპოზიციის მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, ქართული მხარისთვის გასაკვირი არ ყოფილა ის, რომ რეზოლუციის პროექტი ტრადიციულ უსაფუძვლო ბრალდებებსა და მოთხოვნებს შეიცავს. ანგარიში საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებულია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის დევნაში, განსხვავებული აზრის ჩახშობაში, დემოკრატიის უკუსვლაში, თუმცა ბრალდებებს ტრადიციულად არ ახლავს არგუმენტები. გარდა ამისა, მოთხოვნილია პატიმრების გათავისუფლება და სუვერენული პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმება. პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრის გაჩუმება, პოლიტიკური პატიმრების არსებობის საშიშროებას ბადებს და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის ვალდებულებებთან. ასამბლეა ამ კონტექსტში გმობს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვა პირების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას პოლიტიკურად მოტივირებულ და არაპროპორციულ სასჯელებს აშკარად შეთხსული ბრალდებებით. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებს, მათ შორის საკამათო კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების გზით, პირველ რიგში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, ჯეოფარა, გრანტების შესახებ კანონში ბოლო დროინდელ ცვლილებებთან ერთად უნდა გაუქმდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაინიცირებული ანგარიში ოფიციალური თბილისისთვის მორიგი მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. მსგავსი პრაქტიკა კი ქართული მხარისთვის მიუღებელია და ხელისუფლების წარმომადგენლების საკითხზე შეშფოთებას საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივად გამოთქვამენ. მთავრობის მეთაურის თქმით, დეზინფორმაციებზე დაფუძნებულმა დოკუმენტებმა ფასი დიდი ხნის წინ დაკარგა.
ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები, არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში. ვიცით, როგორ პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანი არის ხოლმე ასეთი რეზოლუციები. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ერთ პრაქტიკული თვალსაზრისით და ერთ სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. ხო თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარ თავი. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც აქვთ ვიწრო ჯგუფებს, პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებაში. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს ნარატივები, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ არაერთ რეზოლუციაში დაფიქსირდა, იყოს მაქსიმალურად ყველა ინსტიტუტში, ასე ვთქვათ, გაჟღერებული. ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ შედგენილი მიღებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც არ ეფუძნება სიმართლეს, არ ეფუძნება კარგად გამოკვლეულ რეალობას. არის ფარატინა ქაღალდი, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა მსგავსი ტიპის დოკუმენტები. სახელმწიფო გუნდში განმარტავენ იმასაც, რომ საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ანგარიში სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. შესაბამისად, მსგავსი დოკუმენტები ჩვენი ქვეყნის გარშემო ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას ისახავს მიზნად. თუმცა, ქართულ ოცნებაში საგანგაშოს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ გარე ძალები ქვეყნის შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, მსგავსი დოკუმენტებით კი სწორედ სუვერენიტეტის წინააღმდეგ იბრძვიან. ასეთ რეზოლუციები არ არის სავალდებულო, ასე რომ რა თქმა უნდა საქართველოს მით უმეტეს ასეთ რეზოლუციას, რომელიც სრულად არის აცდენილი რეალობას და არის პირდაპირ პოლიტიკური, ვიწრო პოლიტიკური იერიში საქართველოზე, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოზიცია არის ღიად დაფიქსირებული, ჩვენ მზად ვართ სამართლიან, თანასწორუფლებიან საფუძველზე თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის. საგანგაშოა, როდესაც ზოგიერთები უცხოეთში თავისუფლებას აძლევენ, რომ ჩაანაცვლონ საქართველოს ხალხის მიერ გამოხატული ნება. გახსენებთ ყველას ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს, ხო? ჩვენს მერე მიიღო საფრანგეთმა უფრო მკაცრი ფორმით, იღებს ახლა რუმინეთი, ჩვენს მერე გაამკაცრა უფრო ისედაც მკაცრი კანონი დიდმა ბრიტანეთმა და მათი ქვეყნებისთვის ეს არის სუვერენიტეტის დაცვა, როგორც ისინი განმარტავენ. კი ბატონო, ჩვენ ვეთანხმებით, ეს ნამდვილად იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა არა მხოლოდ მათ ქვეყნების შემთხვევაში, არამედ საქართველოს შემთხვევაში და სანამ არ იქნება ასეთი სამართლიანი დამოკიდებულება, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სერიოზულად აღვიქვათ მათთან მიმართებაში. სახელმწიფო გუნდი მიუთითებს დოკუმენტში განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ კრიტიკულ ჩანაწერზეც, რომელიც მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რომ დოკუმენტი ოპოზიციის ნარატივზე აგებული და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ემსახურება. ქვეყნის საგარეო კურსი ორმაგი სტანდარტის საქართველოს მიმართ და საპარლამენტო დელეგაციის საერთაშორისო ვიზიტები. დღეს პლენარული სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებსა და საზოგადოებას ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. პოლიტიკური გამოსვლების თემა იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და საქართველოსთან დაკავშირებით კირ სტარმერის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები. დღევანდელ სესიაზე მწვავე შეფასებების მოსმენა მოუწიათ გახარიას პარტიის წევრებსაც, რომლებმაც ქართული ოცნება ევროპული კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულეს, რის საპასუხოდაც უმრავლესობის დეპუტატებმა მათ პოლიტიკური წარსული და ქართულ მართლმსაჯულებასგან გაქცეული ლიდერის ქმედებები შეახსენეს. მინდა საზოგადოებისთვის ასევე ნათელი იყოს თუ რაზე ვესაუბრებით ჩვენს უცხოელ კოლეგებს. პირველ რიგში ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა მუდმივი მოწოდებებით იმაზე, რომ საქართველოს უნდა დააწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველოს არის ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფო და შესაბამისად ჩვენ ვერ გადავდგავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება ესკალაცია რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დამატებითი ესკალაცია მოიტანოს და შეიძლება სამხედრო კონფლიქტის დასრულებას. მეორე საკითხი ეს იყო ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით არჩევნებში ჩარევის საკითხი და სხვათა შორის ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ამ
ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრებზე, რომელზეც ჩვენ ვიყავით, აბსოლუტური, ასე ვთქვათ, გაგება და თანხმობა იყო იმ საკითხზე, რომ მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ჩადის კანდიდატ ქვეყანაში და იქ არჩევნების წინასაარჩევნო პროცესში რომელიმე პარტიას ან რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო აგიტაციას სწევს. მესამე საკითხი ეს არის პროტესტი, რომელსაც ევროკავშირი დღემდე მიიჩნევს, რომ იყო მშვიდობიანი და ამაზე ჩვენ გამოვთქვით ასევე ჩვენი წუხილი, რომ როდესაც შენ ხედავ პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევას, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას, როდესაც პარლამენტის შენობა იწვის, როდესაც მანქანები იწვის, როდესაც პოლიციელები არიან დაშავებულები, ისმის კითხვა, ვინ აკეთებს ამას? ეს რაღაც უხილავი ხელია, უჩინარი ხელია, თუ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს შადიან? და მეოთხე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ეს არის ორმაგი სტანდარტები, თუნდაც კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში, ის რაც ეპატიება ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანას, შეიძლება შემდეგ არ ეპატიოს საქართველოს, რაც ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით უკვე 6 წევრ სახელმწიფოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში და 6-ვე პრინციპში სახელმწიფოში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში გულისხმობ პოლიტიკური დიალოგის არქონას. ბატონის ტარმერის პირობებში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან მიმართებით მიღებული ამას უსამართლოს უკვე აღარ ქვია, ხო? სასაცილო ტიპის გადაწყვეტილებები. უკიდურესად სასაცილო, როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიები იმედი და პოსტივი დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ. ასევე ის სასაცილო გადაწყვეტილება, რომელიც ალბათ პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, გადაწყვეტილება არა უკაცრავად, ის სასაცილო ნარატივიც და ის სასაცილო რეპორტაჟიც, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, ნამდვილად რომ თითქოს ჩვენმა ხელისუფლებამ გამოვიყენეთ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება ჩვენი მოქალაქეების დასაშლელად და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად დღევანდელი ლიდერები ევროპის წამყვანი ქვეყნების არ ზრუნავენ საკუთარი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოსთან მიმართებაში რა იწვევს ამ უკმაყოფილებას ამ ქვეყნების მხრიდან, ბრიუსელის მხრიდან და რა თქმა უნდა პირველ რიგში იმ ძალების მხრიდან, რომლებიც აკონტროლებენ სამწუხაროდ ბრიუსელს. ეს არის ის ეროვნული პოლიტიკა, რა ეროვნულ პოლიტიკასაც ჩვენი ხელისუფლება საქართველოში ატარებს. დღეს თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს დიალოგის გახსნა გსურთ ევროკავშირთან, მაგრამ სწორედ თქვენ დახურეთ ყველა კარი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ემსახურებოდა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დღეს იღებს ისეთ კანონებს, რომლებიც მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეძღუდვისკენ, განსხვავებული აზრის დევნისკენ. ესენი არიან იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა ბელადიც ახლა ბრალდებულია, რომელიც გაქცეულია ქართულ მართლმსაჯულებას და იგი არის ბრალდებული დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში და რომელთა დაკავშირებითაც თვითონვე ამბობდა წლების განმავლობაში გულზემჯიღის სემითი მეორებდა, რომ ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელიო და როდესაც პასუხისმგებლობა მას მიაკითხა სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგ ადგა ერთ-ერთი ცხოველივით გაიქცა უცხოეთში. თუ თქვენ შეურაცხყოფა ადამიანის ლანძღვაგინება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გონიათ, მაშინ ზუსტადაც ხედღართ კოლექტიური ნაცმოძრაობის ნარატივში და კიდევ ერთხელ ადასტურებთ, რომ მათი ჩვეულებრივი წარმომადგენლები ხართ. თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი და ადასტურებს, რომ მარტივად უბრალოდ არაკომპეტენტურები ხართ. ნაციონალურ მოძრაობაში დაანონსებული რადიკალური ცვლილებები შიდა პარტიულ უთანხმოებამდე მივიდა. ლიდერის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა პარტიაში არსებული რთული ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. ნაწილი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს, ნაწილი ერთმანეთს, თავად პატიმარი ექს-პრეზიდენტი კი ყველას. მათ შორის რიტორიკა დაუწუნა საკუთარ რჩეულსაც. საპასუხო წერილში სააკაშვილი თანაგუნდელებს კიდევ ერთხელ ახსენებს იმასაც, თუ ვინ არის პარტიაში ლიდერიც და ავტორიტეტიც. პარალელურად ბოკუჩავასა და ჟორჟოლიანის გარდა პარტიული თანამდებობის ამბიციები გაუჩნდათ სხვებსაც, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში ვეღარ მალავენ, რომ დაანონსებული რებრენდინგის წინ პარტია მწვავე კრიზისშია. ანა შანიძე გიამბობთ.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ წერილში საკუთარი პარტიის ორი წევრის კრიტიკაც დაატია და ფავორიტის მიმართ საყვედურებიც. ექს-პრეზიდენტმა ნანუკა ჟორჟოლიანს საკუთარი თავის ნელსონ მანდელასთან გაიგივებით პარტიული წონა მას შემდეგ შეახსენა, რაც ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მომავალ პარტიას შიდა დემოკრატია დაუწუნა და ლიდერის პოლიტიკური განჭვრეტადობა ეჭქვეშ დააყენა. თქვენ წარმოიდგინეთ, მნიშვნელობა არ აქვს მიშა სურვილებსაც კი. 5 წელი საპატიმროში ყოფნა, როცა ინფორმაციებს და განწყობებს მაინც შერჩევით გაწოდებენ, გიკარგავს სწორ აღქმებს. იმათაც მინდა ვუპასუხო და ეს ნანუკამ გააჟღერა მიშა ციხეშიძის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა. მინდოდა ყოველთვის შემეხსენებინა თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ასე შემდეგ. ლიდერს რამდენიმე წუთში უპასუხა შენიშვნის ადრესატმა. ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ნათქვამის ახსნა განმარტება კომენტარში დაიწყო და მოგვიანებით წერილს ციხეშიც გააგზავნის. პარალელურად თავის მართლების რეჟიმში მყოფი თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც წინა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. ირწმუნება, რომ თინა ბოკუჩავასგან განსხვავებით მისთვის თანამდებობა მნიშვნელოვანი არ არის. პარტიის თავმჯდომარეობა სულ არ მინდოდა და პარტიის თავმჯდომარეობა რომ არ მინდოდა, ამიტომ იყო ჩემი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიხვეწებოდი, რომ ყველას კი ზუსტად რომ არ მინდა არანაირი თავმჯდომარეობა. თინასთვის მნიშვნელოვანია თავმჯდომარეობა. მე მესმის, იმიტომ რომ თინა პოლიტიკოსი არ არის თანამდებობა ის, რითიც შეიძლება მე მოვიხიბლო და თავმჯდომარე დამეწერება თუ არა. თუმცა ამის მიუხედავად სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი არ უთქვამს. თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებიდან რამდენიმე დღეში თავმჯდომარეობის ამბიცია ნაცმოძრაობის კიდევ ერთ წევრს აღმოაჩნდა. ნანუკა ჟორჟოლიანის სავარაუდო კონკურენტი ანა წითლიძე იქნება. პარტიული თანამდებობისთვის ბრძოლების პარალელურად სააკაშვილის პარტიაში ცდილობენ ამტკიცონ, რომ თანამდებობები მათთვის ზედმეტი ტვირთია. შეიძლება იყოს კანდიდატი? მოდი ესე ვიტყვი, რომ არ დავადასტურებ და არც ვუარყოფავ ინფორმაციას, იმიტომ რომ შეიძლება იყოს კიდე სხვა კანდიდატები და შეიძლება ეს თქვენ არ გამორიცხავთ, რომ თქვენ შეიძლება იყოთ კანდიდატი ამას. არჩევნები ხო ამის ნახეთ, მე ხო ხა ზუსტად ამაზე არც კის გიპასუხებ და არც არას გიპასუხებ. კი არის დისკუსიები, კი არის დაპირისპირებები, კი არის უსიამოვნებები, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა თუ პოლიტსაბჭოს წევრობა თუ რა ვიცი, სხვა რაღაცა ნებისმიერი პოზიცია ეს არ არის რაღაცა ჩინმენდლები და პრივილეგიები, ეს არის მხოლოდ თავის ტკივილი. ნაციონალურ მოძრაობაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე ალიანსში შემავალი პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხვებზე თავდასხმებით საკუთარ პარტიაში არსებული კრიზისის გადაფარვას ცდილობს. ლელუს ლიდერმა და ექს-პრეზიდენტის მიერ ძველ მეგობრად მოხსენიებულმა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს უპასუხეს. მე მომბეზდა გილაურებზე რაღაცების მოსმენა, გულწრფელად ვიტყვი, ისე ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი, თუ მისი პრემიერი არ იყო გილაური. აქამდე თავდასხმებს პასუხობდი, ეხლა თავდასხმებსაც აღარ უპასუხებ. მომბეზრდა თვითონ მიხედოს ნაციონალური მოძრაობა იმას, რაც შიგნით ხდება. თანაგუნდელები ერთმანეთს ესხმიან და ჩემზე რა გაგიკვირდათ. არ არის ეგ ჩემთვის აქტუალური თემა. სამწუხაროდ ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე. და ეხლა მე ამის გარდა კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ეს არის ასევე მცდელობა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს სხვაგან. პარალელურად დღის წესრიგში დგას ალიანსში ნაცმოძრაობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მას შემდეგ რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ გაერთიანებაში გაწევრიანების სურვილი სააკაშვილს სულაც არ ჰქონდა. ექს-პრეზიდენტის რჩეული მწვავედ გააკრიტიკა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ერთადერთი ამრავი ფაქტორი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უბრალოდ ვერ ეგუება იმას, რომ ის ერთ-ერთია. სააკაშვილს უნდოდა. სააკაშვილმა სულ ძალით შემორეკა ეგენი ამაში, რა ქვია, თიანა ბოკუჩავას საერთოდ არ უნდოდა შემოსვლა. მე ასე ხარისხოვანი არის ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური არ. იმიტომ რომ აქ არაფრის ცოდნა საერთოდ აზრზე არ არის, რაზე ლაპარაკობს. არაფერი ერთი იცის, რომ მიშას რაც ეს სიამოვნება, ის უნდა ილაპარაკოს, ანუ ეს საქმე არ იცის. გულმობა არის, როდესაც საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება არ შეგიძლია და იქ ეტენები, სადაც ჩენი ადგილი არ არის. ოპოზიციურ ალიანსსა და ნაციონალურ მოძრაობაში არსებული შიდა დაპირისპირების მიღმა ძალაუფლებისთვის ბრძოლას ხედავს სახელმწიფო გუნდი. რამდენიმე არჩევნებზე ოპონენტების პოლიტიკურ მარცხს იხსენებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის რღვევა ქართულ დემოკრატიაზე დადებით გავლენას იქონიებს.
Ყველა საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ რომ მოუნდეთ ისინი მოუნდეს საზოგადოებას და ეს წარმოუდგენელია. ხო ერთმანეთი როცა არ გინდათ საზოგადოებას ვერ მოუნდები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2034 წლის არჩევნებზე, 2025 წლის არჩევნებზე, 2020 წლის, 21 წლის არჩევნებზე. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან, მართლა კომედიური ჟანრია და უკვე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, რაც იქ ხდება, რა ზიზღი ამოძრავეთ ამ პერსონებს ერთმანეთის მიმართ. ბელადი მიხეილ სააკაშვილი როგორც საკუთარ ქვეყანას თავის დროზე მართავდა, როგორც მართავდა, აქ ეხლაც კარგად ჩანს ერთპიროვნულად ყოველგვარი აზრების თუ მოსაზრების გათვალისწინების გარეშე სოციალური მედიით ხსნის და ნიშნავს თავმჯდომარეებს. ნაციონალურ მოძრაობაში რადიკალური ცვლილებები ლიდერმა ერთი კვირის წინ დააანონსა, თუმცა ჯერჯერობით ერთადერთი ცვლილება ექს-პრეზიდენტის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. თინა ბოკუჩავას მისი ადგილმონაცვლის შესახებ Facebook სტატუსით გააგებინა. მრავალწლიანი ერთგულებისთვის კი მადლობა 6 დღის დაგვიანებით უთხრა. ნაციონალურ მოძრაობაში არსებული კრიზისისა და მწვავე დაპირისპირების პარალელურად პარტიულ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სააკაშვილის რჩეული თავმჯდომარეობის კანდიდატი. ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელსაც კრიზის მენეჯერის ამბიცია აქვს და სააკაშვილის პარტიაში არსებული ვითარების ნაცვლად მოსახლეობის განწყობებზე წუხს, როგორც აღმოჩნდა, წუხს საქართველოში ტრადიციული სადღეგრძელოების თანმიმდევრობასთან და შინაარსზე. უფრო კონკრეტულად კი ჟორჟოლიანს არ მოსწონს მშვიდობის სადღეგრძელოს შემდეგ ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ხაზგასმა და აქცენტი იმაზე, რომ საქართველოს ბედი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. სასვალისაშვილი დეტალებით. ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიული კრიზისიდან ქართველი ხალხის ტრადიციების კრიტიკაზე გადაერთო. ნანუკა ჟორჟოლიანისთვის გაუგებარია ის ღირებულებები, რაც ისტორიულად ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად სააკაშვილის რჩეულს არ მოსწონს ტრადიციული ქართული სუფრის, არც სადღეგრძელოების შინაარსი და არც მათი თანმიმდევრობა. ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში წუხილით აღნიშნა, რომ საზოგადოებაში მშვიდობის და ქვეყნის სუვერენიტეტი იმდენად პრიორიტეტული გახდა, რომ ეს სადღეგრძელოებშიც აისახა. შეცვლილია სადღეგრძელოების თანმიმდევრობა. ანუ მართლა შეცვლილია რეგიონში. პირველი სვამენ საპატრიარქის და რწმენის და ეს ყოველთვის, მერე სვამენ მშვიდობას. ეს ადრე მხოლოდ გურიაში მესმოდა, მაგრამ ახლა ყველა მთელს ქვეყანაში და მესამე ეს ქვეყანა ქართველების ამ ქვეყნის ბედი ქართველებმა უნდა გადავწყვეტოთ. ასეთ სადღეგრძელო მართლა პირველად გავიგე. ჟორჟოლიანის განცხადების შეფასება არ სურთ ოპოზიციაში. ნაცმოძრაობაში მომავალი თავმჯდომარის განცხადებას არ იჯერებენ და არც მისი მოსმენა სურთ. გვარამია კი ამბობს, რომ მისი მეგობრის მიმართ მიკერძოებულია და ჟორჟოლიანის განცხადებების კომენტირება არ სურს. მე არ მგონია, რომ თქვენ სწორ ციტირებას ახდენთ. არ მისის არაფერი. აქ ხმაურია და არ არის ის არაფერი. ნანუკას კომენტირებას მე არ დავიწყებ. მიკერძოებული ვარ მის მიმართ, ამიტომ არ შემეკითხოთ ეს თემები. მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები მსგავსი განცხადებებით საზოგადოებას საკუთარ სახეს და იდეოლოგიას ყოველ ჯერზე აჩვენებენ, როგორც სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ მიხეილ სააკაშვილის გუნდისთვის პრიორიტეტს არა მოსახლეობის ინტერესები, არამედ გარე დაკვეთის შესრულება წარმოადგენს. მათი ანტიქართული განცხადებები კი ამომრჩევლის რაოდენობის კლებაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. ერთის მხრივ ეს არის ღიმილის მომგვრელი, ოდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენთ ამ ადამიანისგან და ზოგადად ამ პარტიის წარმომადგენლებისგან, მაგრამ მეორეს მხრივ სამწუხაროა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ამ პარტიის და ამ პარტიის სახე. ისინი მოწყვეტილი არიან სრულიად ქართულ რეალობას, სწორედ ამას ვამბობთ უკვე ამდენი ხანი, ამას ვეუბნებით საზოგადოებას, რომ მათ მოსახლეობის ინტერესებზე დაკვეთაზე წარმოდგენა არ აქვს. ერთ-ერთი საერთოდ იყურებიან, ეს არის უცხოელები, მათი უცხოური დამკვეთები და მათი დაკვეთილის შესრულება. თორე რა უნდა ქართულ ხალხს? რა დაკვეთა, რა სურვილებია, რა საზოგადოებაში რა განწყობებია, ეს რომ მათ დიდი ხანი არიციან, ეს კარგად გამოჩნდა არაერთხელ და მათ შორის ყველაზე კრიტიკულ მომენტში საქართველოსთვის ბოლო წლებში. ისინი ამას უყურებენ როგორც პიარულ გარემოს. აი პიარულად ეს კარგი იქნება, რომ თქვათ ეკლესიას მხარი დაუჭირო, პიარულად კარგი იქნება, რომ მხარი დაუჭირო იმას, რომ ქართველებმა მიიღონ საქართველოში გადაწყვეტილებები და ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა ვილაპარაკო ასე. აი ესეთი ხალხია და ჩვენ როდესაც ვეუბნებით ჩვენ სამომრჩევლებს, რომ მათ საერთო ამ ქვეყანასთან არაფერი არ აქვს. უსამშობლოები ახლა შეიძლება ხმამაღლა ჭერს, მაგრამ რა შეიძლება უწოდო ადამიანს, რომელიც მართლმადიდებლობას მხოლოდ იმიტომ ჭერს ხარს, რომ თორმე ეს რეიტინგული საკითხი ყოფილა.
ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიული თანამდებობის დაკავებამდე პოლიტიკურ რეალობაში გარკვევას ეტაპობრივად ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს, ჯერჯერობით არც პარტიაში არსებული ვითარება და არც ნაცმოძრაობის და პარტიის იდეოლოგიისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არ მოსწონს. ბრძოლა სიძულვის ენის წინააღმდეგ სახელმწიფო გუნდის ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ცალკეული პირების საჯარო შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. საქალაქო სასამართლომ დღეს საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალ დამრღვევად ცნო კიდევ ერთი მოქალაქე მამია კვირკველია, რომელსაც 4000 ლარიანი ჯარიმა დაიკისრა. სამართალ დარღვევების შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილმა სამმართველომ გამოავლინა ამ დროისთვის სასამართლოებისთვის ჯამში წარდგენილია 60-მდე საქმე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ქვეყანაში სიძულვილისა და აგრესიის ხელოვნურად გაღვივება გარედან ხდება, რასაც მისივე განცხადებით სახელმწიფო შესაბამისი მექანიზმებით დაუპირისპირდება. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. სახელმწიფო მინისტრის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე მამია კვირკველია სასამართლომ სამართალ დამრღვევად ცნო და 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კვირკველიას ხდომაზე არ გამოცხადდა სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერილი ღირსების შემლახველი კომენტარი კი მისმა ადვოკატმა გამოხატვის თავისუფლებით ახსნა. დღეს მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე დეტალურად განმარტა, რომ სამართალ დამრღვევის ქმედება მხოლოდ სიძულვილის ენას შეიცავს და სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არ აქვს. მისი განცხადება ახლოსაც არ არის გამოხატვის თავისუფლებასთან სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა სასამართლოზე არ გამოცხადება უპატივცემულობად ჩაითვალა, ამიტომ მაქსიმალური სახელი დაეკისრა. აღნიშნულ საქმეზე სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ პროაქტიულად იმუშავა. დეპარტამენტმა გამოავლინა სამართალ დარღვევა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და განსახილველად სასამართლოს გადასცა. სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტები შეიძლება გამოიხატოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლში, რომლებიც ნამდვილად აქამდეც არსებობდა. ამ შემთხვევაში ცალკეული ჯგუფი არის, რომელიც ამონიტორინგებს და აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ადგენს სამართალდარღვევის ოქმებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდგომ. მთავრობის მეთაურის განცხადებით გარეძალები ქვეყანაში სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას ცდილობენ. ახალი სამმართველოს ფუნქცია კი სწორედ ამ პროცესების პრევენცია და შესაბამისი რეაგირებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია მშვიდი და სტაბილური ქვეყანა, რაც საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს. ძალიან დიდი ოპტიმიზმით უყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დაუპირისპირდებით მომავალში სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭირვალობის კანონის მიღებით ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო, ხო? სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ მოქმედებს საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად. სასამართლოს წინაშე უკვე 10-ობით პირი წარსდგა, მათ შორის სახელმწიფო გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების საჯარო შეურაცხყოფისთვის. სწორედ ამიტომ სახელმწიფო გუნდში აღნიშნავენ, რომ განურჩევლად იმისა, თუ რომელი პოლიტიკოსის მიმართ არის ზისღის ენა გამოხატული, სამმართველოს ერთადერთი მიზანი მხოლოდ სიძულვილის ენის აღმოფხვრაა. ის მოლოდინები, რა მოლოდინებსაც ქმნიდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ თითქოს მხოლოდ მათი მომხრეების და მათი დაჯგუფებების მხრიდან გაკეთებული ასეთი უცენზურო განცხადებები იქნებოდა სამიზნე, ეგრეთ წოდებული, ისინი რწმუნდებიან, რომ სასამართლო მუშაობს უმაღლესი სტანდარტით, რა თქმა უნდა, და შესაბამისად განურჩევლად პოლიტიკური მწამსისა, პოლიტიკური გემოვნებისა იღებს გადაწყვეტილებას. განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკოსის მიმართ არის ზისღის ენა გამოხატული თუ ასე შემდგომ. ერთადერთი ამოსავალი მიზანი ამ დეპარტამენტის და სახელმწიფოს ძალისხმევის არის სიძულვილის ენის შემცირება. ვინაიდან სიძულვილის ენა ეს არის იმ ტიპის მოურჩენელი დაავადება, რომელიც სამწუხაროდ საზოგადოებას მნიშვნელოვნად აავადებს. დღესვე სასამართლოში სხდომები გაიხსნა მარიამ ლაშხისა და ეკა ჭიჭინაძის მიმართ საჯარო შეურაცხყოფის ფაქტებზე. სავარაუდო სამართალ დარღვევებზე სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს. სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენა და ბულინგის კამპანია ხშირად გამოიყენებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. ცალკეული ჯგუფები მის პროფესიონალიზმს და საფეხბურთო უნარებს ეჭქვეშ აყენებდნენ, თუმცა ქართველი ვარსკვლავის წარმატებაზე დღეს საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო საუბრობს. საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების შემდეგ არაფერი დაუწერიათ ან უთქვამ ტელეკომპანია მთავარის ეთერით გასული გადაცემის წამყვანს და სტუმრად მყოფ სპორტის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ქართველის
სპორტსმენის გაშავებას ვრცელი ეთერი დაუთმეს. დავით ერაძისა და მაგდა კლდიაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხყოფილ მოსაზრებებს 3 წლის შემდეგ ნაწილობრივ დაეთანხმა კომენტატორი და იუთუბერი გიორგი კალატოზი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგის დაგმობის ნაცვლად ცნობილი ვიდეოს მონაწილეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო საზოგადოება გააკრიტიკა. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. რაღაცები შეიძლება მართალი იყო. ამ ფრაზით გამოეხმაურა კომენტატორი და იუთუბერი ტელეკომპანია მთავარის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ შეურაცხმყოფელ რიტორიკას და ბულინგის მცდელობას. გიორგი კალატოზმა არ დაგმო დავით ერაძისა და მაგდა კლდიაშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და მცდელობა, რომ დაეკნინებინათ ქართველი სპორტსმენი მისი კარიერული პერსპექტივის ეჭვქვეშ დაყენებით. საპირისპიროდ კი ქართველმა იუთუბერმა საზოგადოების ის ნაწილი გააკრიტიკა, რომლებიც მსოფლიო დონის ფეხბურთელის ბულინგის გამო აღნიშნული ვიდეოს მონაწილეების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ. ჩემპიონთა ლიგას იგებს მეორე კვარაცხელი. მოდი Facebook-ზე შევალ, ახლა იმათ ფოტოს დავდებ, რომ გამოიღეთო. აი ძალიან ცუდი საქციელია რა. აი ჯერ ხო იმ ადამიანების მიმართაც ბიჭო, ანუ რა დააშავეს ეგეთი. საზოგადოების მწვავე რეაქცია დავით ერაძისა და მაგდა კლდიაშვილის 3 წლის წინ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მაშინვე მოჰყვა. თუმცა ფეხბურთის ქართულ გულშემატკივრებში საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საფეხბურთო ტალანტით მსოფლიო აალაპარაკა. კვარაცხელიას საერთაშორისო აღიარებას 3 წლის წინ გამორიცხავდნენ. მთავარი არხის გადაცემის წამყვანი და სპორტული ჟურნალისტი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთს ვერასდროს ითამაშებდა. არც ერთი გუნდი არ შესთავაზებს პირობითად ხვიჩას იმ პირობებს, ვერცერთ ევროპულ საშუალო თუ გრანდში ვერ გაყიდის ხვიჩას მესვეული, ხვიჩას იმ ფასად, როგორც დავუშვათ ზენიტში. რა თქმა უნდა. ეს არის 2-2-4. ამაზე უნდა შევთანხმდეთ. იმიტომ შავი ფული არა აქვთ იმ კლუბს. და იმაზეც უნდა შევთანხმდეთ და შავ ფულზე არა ესაუბარი. მოდი ვთქვათ რა, ვიღაცა შეიძლება ეს ძალიან ეწყინოს, მაგრამ ხვიჩა არის ფეხბურთელი, როგორც შეიძლება იყოს, ჩვეულებრივი ფეხბურთელი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ძალიან მინდა რომ ხვიჩასთან და ზურიკოსთან ერთად ბათუმის დინამო ჯგუფში შევიდეს, მაგრამ მე არა ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი. ქართულ სპორტსმენზე თავდასხმის გამო ვიდეოს მონაწილეებმა საზოგადოების მწვავე რეაქცია დაიმსახურეს. 3 წლის შემდეგ კი მათი მოსაზრებების ნაწილობრივ გაზიარებისთვის ქართველი იუთუბერიც გააკრიტიკეს. სავარაუდოდ სწორედ გულშემატკივრების მწვავე რეაქცია გახდა გიორგი კალატოზის თავისმართლების საფუძველი. რუსეთის თემაზე, ანუ იქ რომ შავი ფული და ძალიან რთული არის, აქედან წასვლა რუსეთშიც თამაშობდა, მაგ კონკრეტულად ეგ მონაკვეთები გულისხმობს. აღნიშნული მეთოდით ქართველი იუთუბერის თავისმართლების მცდელობა ლოგიკური არ არის იმ ფონზე, როდესაც იმ პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვეტილი ჰქონდა და უკვე ბათუმის დინამოში თამაშობდა. შესაბამისად, თუ რომელიმე პრესტიჟული საფეხბურთო კლუბი პერსპექტიული ქართველი ვარსკვლავის შესყიდვას გადაწყვეტა და კონტრაქტის პირობების შეთანხმება არა ყაზანის რუბინთან, არამედ ბათუმის დინამოსთან მოუწევდა. თბილისი გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმს მასპინძლობს მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, მონაცემთა დაცვაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მსჯელობენ. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და მრგვალი მაგიდის ფორმატი. საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 500-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი იუსტიციის მინისტრმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში. რა გზავნილები გაჟღერდა მასშტაბურ ღონისძიებაზე, თეკლა ბესტავიშვილი გვიამბობს. თბილისის 3 დღის განმავლობაში გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს. მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი უწყება იუსტიციის სამინისტროა. ფორუმზე, რომლის დღის წესრიგშიც ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ინკლუზიური მმართველობა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ექსპერტები შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლისას მასპინძელი უწყების ხელმძღვანელმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით დააგროვა. ბოლო წლებში საქართველოს აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა სწორედ მაშინ ხორციელდება, როდესაც მათი მთავარი მიზანი ადამიანია.
ხოლო მთავარი საყრდენი მოქალაქის ნდობა. მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების, მონაცემთა დაცვის, ინკლუზიური მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის, კორუფციის პრევენციისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებს. ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საჯარო მმართველობის რეფორმებსა და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. პრემიერის თქმით, რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი იუსტიციის სახლების მოდელია, რომელიც მოქალაქეებს 500-ზე მეტ სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს. საქართველოს 2015 წლიდან ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, რომლის მიზანია უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტ საჯარო და კერძო სერვისი აქვთ წვდომა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი სისტემის დანერგვაც, რომელიც უკვე 63 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევების ფონზე საჯარო ინსტიტუტების როლი კიდევ უფრო იზრდება. ალი ჯუნჰუამ საქართველოს ფორუმის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო 3 დღე საჯარო სექტორის გაძლიერებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაზიარებას დაეთმობა. ციფრული ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად იმისთვის, რომ მიაღწიოს გაჭირვებულ ადამიანებს და სოციალური მშენებლობის პროცესში მათი ჩართულობა უზრუნველყონ. საჯარო მოსამსახურეს შეუძლია კარგი მთავრობის ჩამოყალიბებაში შეიტანოს, ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში შეიტანოს წვლილი. ჩვენი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკას პროგრესად აქცევენ. საქართველოს გამოცდილება და საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სახელმწიფო სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციასა და მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე მუშაობენ. საქართველოს წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, ნამდვილად ბევრი ქვეყნისთვის ეს არის კარგი მაგალითი გასაზიარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ვაჩვენოთ ის რეფორმები, რაც ჩვენ გავატარეთ. საჯარო სერვისები, რომლებიც დღეს არის საქართველოში, არის აბსოლუტურად ინოვაციური. ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან შეიძლება ითქვათ წინ ვართ მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც და წინ უსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს. ეს ასახული არის აბსოლუტურად ყველა რეიტინგში და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მასპინძლობთ ამდენ ქვეყანას, ამდენი მაღალი თანამდებობის პირი არის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული. იუსტიციის სახლი გახლავთ ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი, რომლითაც გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მონაწილე სახელმწიფოებს აქტიურად გაუზიარებთ იმ დიდ გამოცდილებას, რაც ამ პერიოდის განმავლობაში დაგვიგროვდა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ეს დიდი გამოცდილება გაუზიაროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ეხლა აწყობენ ერთი ფანჯრის პრინციპით სერვისების გაცემის პროცესს. ფორუმი 25 ივნისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში მონაწილეები არაერთ პანელურ დისკუსიასა და სამუშაო შეხვედრაში ჩაერთვებიან. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 32 წლისაა თანამშრომლობს პროფესიული დღე პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მიულოცეს. ქვეყნის პირველმა პირებმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლების როლს. სამართლებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის უწყების 32 თანამშრომელი სხვადასხვა ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა, სასროლეთი და ავტომუზეუმი დაათვალიერა. მარიამ ნებიერიძის სიუჟეტი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 32 წელია სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოებას იცავს. სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უწყების თანამშრომლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამსახურის ინსტიტუციურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყება სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. პრეზიდენტმა პირად შემადგენლობასა და ვეტერანებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. სამსახურის წარმომადგენელთა მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს უწყების ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ გაძლიერებას. ქვეყნის უსაფრთხოებაში უწყების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ. Თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს უპირობო ერთგულება არის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინსტიტუტები და სახელმწიფოებრივი ინტერესი საიმედოდ არის დაცული. საუკუნეების განმავლობაში ქართველი მეომრის და სამშობლოს ცვლის ფენომენი ასოცირდებოდა განსაკუთრებულ ღირსებასთან, სიმამაცესა და ერთგულებასთან. დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ უწყების ხელმძღვანელობის სწორი ხედვის, თითოეული ოფიცრის მაღალი კვალიფიკაციის და ჩვენი მთავრობის ურყევი მხარდაჭერის შედეგად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც საქართველოს მთავრობა სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და სამსახურის წინსვლას. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა ურთულეს, ტრაგიკულ და წინააღმდეგობით სავსე პერიოდში, როდესაც არაერთი სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა ჯერ კიდევ გავლენებისა და ჩარევების ზემოქმედებას განიცდიდა. სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. დღესვე ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა, სასროლეთი და ავტომუზეუმი დაათვალიერა. ადგილზე მოიწყო დასაცავ პირზე თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია. თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც შეიცავს ყოველწამიერ რისკს და რომელიც თავის მხრივ სიცოცხლის რისკთანაც არის დაკავშირებული. საქმისადმი ერთგულება და გათვითცნობიერებული თავგანწირვა თქვენი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. დღესვე სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის უწყების 32 თანამშრომელი სხვადასხვა ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ. ხედრულ ღირსებაზე დაფუძნებული სამსახური, პროფესიონალიზმი, კანონიერება, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მართლმსაჯულებელი თანაფარდობა აყალიბებს მაღალ პროფესიულ სტანდარტს. ძალებისა და საშუალებების ოპტიმალური განაწილება და ძირითადი ფუნქციების ირგვლივ კონცენტრირება ქმნის რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა. საუბრისას ხაზი გაისვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც საერთო ევროპულ ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა და გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგისთვის მზად არის. მთავრობის მეთაურმა დღესვე ბულგარეთის ელჩად უმასპინძლა, რომელიც ქვეყანაში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. საუბრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორმხრივი კავშირების, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ პროგრესს. გამოსამშვიდობა ბელს შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატ საქართველოსა და ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
სტრასბურგის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება და საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დააკისრა. საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვაში მესამე მხარედ ჩართული იყო საქართველოს მთავრობა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით სწორედ ხელისუფლებამ წარუდგინა სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები და არგუმენტები იმის შესახებ, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამხედრო ტყვეების წამებასა და სიცოცხლის უფლების დარღვევას. ბექა ძამაშვილის შეფასებით სტრასბურგის გადაწყვეტილება ქვეყნისა და ქართველი ხალხის კიდევ ერთი გამარჯვებაა. სანამ საია მოიგებდა ამ საქმეებს, მანამდე საქართველოს სახელმწიფო მოიგო ძალიან ბევრი საქმე რუსეთის წინააღმდეგ და მეტიც გაფუჭებული საქმეებით, სამწუხარო წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეები მოიგო საქართველოს სახელმწიფომ და დღევანდელმა ხელისუფლებამ. და ჩვენ როგორ შეიძლება რაიმე განსხვავებული რეაქცია ქონდეს ქართულს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აგვისტოს ომთან არის დაკავშირებული და სადაც საქართველოს იგებს, ჩვენ აბსოლუტურად მივესალმებით. გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ, როდესაც დარღვევა დაადგინა, მათ შორის ის დაეყრდნო უკვე სახელმწიფოთა შორის საქმეში დადგენილ დარღვევას, ასევე მითითებული არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამ მხარეში, ამ საქმეში საქართველოს მთავრობა ჩართული იყო მესამე მხარედ და კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებითაც ჩვენ წარდგენილი ჰქონდა კონკრეტული მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების სიცოცხლის უფლების დარღვევას და ადგილი ჰქონდა წამებას. ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი გამარჯვება, მთლიანი საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ჩვენი აბსოლუტური მოვალეობა და მიზანი იყო საერთაშორისო სასამართლოებში დაგვეცვა ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის ღირსება და მეორე მხრივ განსაკუთრებით ჩვენი სამხედროების ღირსება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საკუთარი ქვეყნისთვის და ეს პირდაპირ არის მითითებული ამ საქმეში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად ჯარიმები უფრო დიფერენცირებული ხდება. დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი სანქციები განახევრდება, თუმცა სიჩქარის მაღალ გადაჭარბებაზე და სხვა მაღალი რისკის შემცველ შემთხვევებზე მკაცრი მიდგომები შენარჩუნდება. ინიციატივის მიზანი მოქალაქეებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება და ამავდროულად საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები დეპუტატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა. ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისათვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტით ჯარიმები უფრო დიფერენცირებული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 15-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები შემცირდება, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისათვის. ცვლილება ეხება ქულების სისტემასაც. 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 100 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმებას, ხოლო 30 კმ/სთ-დან 40 კმ/სთ-მდე დარღვევა ისევ და ისევ დარჩება 100 ლარით პასუხისმგებლობის დამდგენი, სახთელი სახე 100 ლარის, 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით განესაზღვრება სახთელის ოდენობა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი რედაქციის შესაბამისადაც 300 ლარის ოდენობით. აქ პრინციპი არის, რომ რაც უფრო მეტი არის სიჩქარის დარღვევა, მით უფრო მეტი არის რისკი შესაბამისი ავტოსანტრანსპორტო შემთხვევისა და შესაბამისად ამიტომაც შემოთავაზებული არის განსხვავებული სახთელები. ცვლილებების მიზანია დადგენილი სანქციების ეფექტიანობა. სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, ცვლილებების შედეგად ჯარიმები უფრო პროპორციული გახდება. სამწუხაროდ ჯარიმების გაზრდამ ვერ გამოიწვია ის ეფექტი, რაც ჩვენ გვინდოდა კონკრეტულად ადამიანების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება სამწუხაროდ ამან ვერ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჯარიმა არ არის სასიამოვნო, თუმცა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ბევრად მნიშვნელოვანი, მაგრამ ვინაიდან ამათ არ ქონდათ ასე ვთქვათ პოზიტიური კორელაცია, ჩვენ გადავხედეთ ამ ყველაფერს და ის ჯარიმები, რომლებიც არ იწვევს ამ ეფექტს, შემცირდება.
მჭირდება. როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ არ ხდება სათანადო პრევენცია, ის გათვლა რაც ჰქონდა თავის დროზე კანონს, შეცვლილ კანონმდებლობას, ეს როდესაც ამ მიზნის მიღწევა ვერ ხდება, მაშინ ხდება რა თქმა უნდა კვლავ აი ანალიზის საფუძველზე გადახედვა, რომ ერთის მხრივ კიდევ ერთხელ იყოს ეს პრევენციული მექანიზმი რაღაც დოზით, რომლითაც მოხდება ავარიების შემცირება, სიცოცხლის ჯანმრთელობის დაზიანების რაოდენობების შემცირება, მაგრამ მეორე მხრივ ამავე დროს იქნება დაცული მოქალაქეების თუ ასე შემდგომ ინტერესები და პრევენციული ხასიათიც ექნება ამ პროცესს. არსებული ცვლილებები სწორედ ამას ემსახურება. ცვლილებები პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა. ინიციატივის მიზანი მოქალაქეებისათვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქება და საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაა. ჩვენ სტატისტიკაც შევაფასეთ, რაც უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და შესაბამის ჯარიმებს და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად, გაზრდილი ჯარიმებით შესაბამისად ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება. შესაბამის ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს. პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. ფიქციურ ქორწინებასა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლი წესდება. ცვლილებები თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს პასუხობს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას. მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლება-მოსილება მიენიჭება. დეტალებით ბორენა ონიანი. მიგრაციული ნაკადების ეფექტური მართვისთვის ცვლილებები უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შედის. მკაცრდება საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლითაც ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება. შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა პირველ ჯერზე 1 წლის ვადით, შემდგომ ჯერზე კი 2 წლის ვადით გაიცემა. ჯამში 5 წლის ვადით მოხდება ამ პროცესზე დაკვირვება და თუ დადასტურდა, რომ ქორწინება ნამდვილია, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. ინიციატივა თანმდევ პროექტებთან ერთად სესიაზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქეს მეუღლის ბინადრობა, რაც გაიცემა იმ შემთხვევაში თუ კი მიმართავს უცხოელი ქორწინების შემდგომ ბინადრობის მოთხოვნით და პირველივე ჯერზე აღარ მოხდება უვადოდ ამ ბინადრობის გაცემა. სანამდე გაიცემა აღნიშნული ბინადრობა, მანამდე უცხოელს და მის ქართველ მეუღლეს მოუწევს კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა და თუ ამ გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, შესაბამისად უკვე სისხლის სამართლის კოდექსით ეს უკვე დაჯადი ქმედება ხდება და ეს გაითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და საქმის მასალების შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. იცვლება სასწავლო ბინადრობის მიღების ნებართვა. რეგულაციის თანახმად, თუ უცხოელს სურს საქართველოს უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან უნდა წარადგინოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სტუდენტმა 1 სასწავლო წლის მანძილზე უნდა დააგროვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი. იმ შემთხვევაში თუ უცხოელი სტუდენტის სტატუსს 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს, ბინადრობას დაკარგავს. ბინადრობის უფლება არ ექნება სტუდენტს, მაშინაც თუ არასაპატიო მიზეზით 183 დღეზე მეტხანს დატოვებს ქვეყანას. დღეს მოქმედი რედაქციით ენის შემოწმებას ახდენს მხოლოდ უნივერსიტეტი და მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი თავად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოიზიდოს და ჩარიცხოს მასთან იმისათვის, რომ მეტი ასე ვთქვათ შემოსავალი კონდეს და აქ კონტროლის გარე მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ შემოდის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს მთავრობა დაადგენს უცხოენის სერტიფიკატების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისოდ. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ექნება საშუალება თავად დააორგანიზოს უცხოენის გამოსდა და მას შემდეგ რაც დაადასტურებს უცხოელი ენის ცოდნის კომპეტენციას, ამის შემდეგ მოხდეს მისი ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებელში.
პაკეტი ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით. შესაბამისი პროცედურა პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს უფლებამოსილება იქნება. უცხოელის შემთხვევაში, თუ კი იგი არის მსჯავრდებული და სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, კონკრეტული ვადის მოხდის შემდეგ საუბარია ნაკლებად ძიმე დანაშაულის შემთხვევაში 1/3, ძიმე დანაშაულის შემთხვევაში 9/2, ხოლო განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის შემთხვევაში 2/3 მოხდის შემდგომ ადგილობრივ საბჭოს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში უფლება ექნება განცხადების მიმართვის გარეშე სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებულის უცხოელ მსჯავრდებულს საუბარი დარჩენილი საპატიმრო სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით, როგორც არის გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემუშავებულ კანონ პროექტზე მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. მინდა კითხვა დავაკონკრეტო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელსაც უმძიმესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, თქვენ იცით, რომ ეს არის ჩავდებული კონკრეტულად ამ კანონის მიღებიდან, რადგან მას ზოგიერთ საქმეზე ჯერ კიდევ მსჯავრი არ აქვს მიყენებული, გავრცელდება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი. როდესაც ცვლილება შედის კანონში, ეს ცვლილება ეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, აქ ერთ ადამიანზე ბუნებრივია ვერ იქნება მორგებული ვერანაირი ცვლილება და გამორიცხულია, რომ ასეთი ცვლილება იქნეს დაინიცირებული. ხომ არ თვლით, რომ თქვენს მიერ დაინიცირებული ცვლილება გამოიწვევს უმაღლესი სასწავლებლებისთვის დამატებითი წინაღობის გაჩენას უცხოელი სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით? ქონდა ამაზე ძალიან ესე თქვა დეტალური განხილვა, ორი რექტორთა საბჭო ჩატარდა იმისათვის, რომ ეს საკითხები განგვეხილა. მათ ითხოვეს გარკვეული საშეღავათო პერიოდი ამ ენის სერტიფიკატთან მიმართებაში და საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი გათვალისწინებული იმისათვის, რომ თავად უნივერსიტეტებმა ასე თქვა ამ ახალ სისტემას აეწყონ და მოერგონ. უკანონო მიგრაციას, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა, საქართველოს ეფექტიანი ბრძოლით უპირისპირდება, რაც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებითა და კონტროლის მექანიზმების გამკაცრებით გამოიხატება. გასულ წელს პარლამენტმა უკონტროლო მიგრაციის საწინააღმდეგო კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც ქვეყნიდან 1300-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი გაძევდა. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა ეფექტურად გაგრძელდა მიმდინარე წელსაც. მხოლოდ ამ თვის მდგომარეობით ქვეყნიდან 1900-ზე მეტი უცხოელია გაძევებული. ძალოვან უწყებას ამბიციური მიზანი აქვს. 2026 წლის ბოლომდე ქვეყნიდან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში არც ერთი არალეგალი მიგრანტი არ უნდა დარჩეს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი და გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადის რამდენიმე თვის განმავლობაში, იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევებთ ჩვენ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში. ხო, ეს არის უკვე პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, უხეში დათვლებით დაახლოებით 20,000 არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონ პროექტი იუსტიციისა და განათლების სამინისტროებთან მჭიდრო კოორდინაციით მომზადდა. ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. აღმოჩენილი კუსტარული ნარკოლაბორატორია და უპრეცედენტო რაოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. პოლიციამ ყაზახეთის 2 მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ ლაბორატორიაში კუსტარული წესით ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ამზადებდნენ, რომელთა გასაღებაცაც სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა. დეტალებით ლევან წუწუნავა.
გუშინ იყვნენ მოსულები, პოლიცია იყო მოსული და წაიყვანეს და დანარჩენი არაფერი არ ვიცი. გიორგი გეხტმანის ქუჩის მაცხოვრებლებმა საქმის დეტალები არ იციან, თუმცა ნახეს, როგორ დააკავეს სამართალდამცველებმა 2 ადამიანი. საპოლიციო ღონისძიება გვიან ღამით ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, რომლებსაც დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ნარკოლაბორატორია ჰქონდათ მოწყობილი, საიდანაც პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული ლაბორატორია, სადაც სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ამზადებდნენ ნარკოტიკებს, რის შემდგომაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კუსტარული ნარკოლაბორატორიების გამოვლენას, ვინაიდან კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ფატალური შედეგის დადგომის რისკი ბევრად უფრო დიდია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266 და 260 მუხლებით მიმდინარეობს. უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი საქართველოს კურორტები და ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა. ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, გაზრდილია სასტუმროების დატვირთვა და ჯავშნების რაოდენობა, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვა ტურისტულ ლოკაციებზე. ვიზიტორთა რაოდენობა მატულობს როგორც ევროპიდან, ისე ახალი ტურისტული ბაზრებიდან. განსაკუთრებით გამოირჩევა ჩინეთი, საიდანაც ვიზიტორთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რას უკავშირებენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პოზიტიურ დინამიკას და რას პროგნოზირებენ მომდევნო თვეებში, დეტალებს მარიამ რატიანი გიამბობთ. ზაფხულის ტურისტული სეზონის ცხელფაზას საქართველოს 200-მდე სხვადასხვა მიმართულების ავიარეისით ვიზიტორების გაზრდილი ნაკადითა და კიდევ უფრო პერსპექტიული პროგნოზებით ხვდება. ტურისტების მზარდი რაოდენობის შესაბამისად მაღალია სასტუმროების დატვირთულობაც. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველოში ტურისტული ნაკადების 18%-იანი ზრდა ფიქსირდება. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების თქმით, სეზონის წარმატება კონკრეტულ ციფრებში აისახება. ევროპის მიმართულებას თუ შევაფასებთ, მიმდინარე წლის 5 თვის მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, დაახლოებით მილიონამდე მგზავრს უკვე მოვემსახურეთ და შესაბამისად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 18%-იან ზრდას გვაძლევს. 20 ავიაკომპანია ასრულებს 46 მიმართულებით რეისებს, რაც კვირაში დაახლოებით 175 სიხშირეს გვაძლევს. 15 ივლისს უკვე შანხაი, თბილისი, შანხაის მიმართულებით ახალი რეისი დაემატება და ვფიქრობთ, რომ ეს საგრძნობლად შეუწყობს ზაფხულის ტურისტული სეზონის ზრდას ხელს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სასტუმროებით დატვირთულობის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალია და ვფიქრობთ, რომ ციფრებით დაადასტურებს იმას, რომ საკმაოდ წარმატებული ზაფხულის სეზონი გვექნება. აღნიშნული მონაცემები პირდაპირ აისახება დედაქალაქში არსებულ სტუმართმოყვარეობის სფეროზე. ჯინოსის აიდისა და ტრეიდმარკ კოლექშენის გენერალური მენეჯერი სასტუმროებში არსებულ მზარდ დატვირთულობაზე საუბრობს. მაია მახათაძის თქმით, არსებულ დინამიკას სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად პირდაპირი ფრენების სიმრავლე განაპირობებს. ყველა მომდევნო თვე წინა თვესთან შედარებით პროცენტულად არის მზარდი, როგორც დატვირთულობის თვალსაზრისით, ისე შემოსავლების გენერირების კუთხით. ჩვენ ძალიან ვართ მიჯაჭვული და დამოკიდებული საჰაერო ფრენებზე, ამიტომ მათი ზრდა პირდაპირ იწვევს სასტუმროს დატვირთულობის თავისი შესაბამისი კოეფიციენტის ზრდას. ტურისტული ნაკადების ზრდა არა მხოლოდ დედაქალაქში სრულიად ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება. სასტუმროების მენეჯმენტ კ-გრუპის დამფუძნებლის თქმით, სეზონის წარმატებულობაზე სტატისტიკა მეტყველებს. ირაკლი ჭიღლაძე აცხადებს, რომ ევროპელი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე სტაბილურად მზარდია, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩინეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა. დღეს გვაქვს 12 სასტუმრო საქართველოს მასშტაბით. ევროპის ბაზრის მიმართულებით ყოველთვის ჰქონდა სტაბილური ზრდა. განსაკუთრებით ახლა ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, რაღაც ჩვენი სტაბილური ბაზრები არიან. მიმდინარე წლის სეზონზე ტურისტული ნაკადების მზარდი სტატისტიკა უკვე დაფიქსირდა, თუმცა სექტორის წარმომადგენლები რიცხვების კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. ეს ყოფას ტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხალმე გემშვიდობებით ნახვამდის.